ხომ გაგიგიათ ასეთი ანდაზა, სანამ პეტრე მოვიდოდეს, პავლეს ტყავი გააძვრესო. სიმართლე გითხრათ, ეს ანდაზა არ ვიცი საიდან მოდის ქართულ ენაში, თუმცა იდეალურ მაგალითად გამოგვადგება იმ დროის სასწავლებლად, რომელიც მე ახლა ამ ვიდეოში უნდა აგიხსნათ და ამ ვიდეოში მე თქვენ უნდა აგიხსნათ წარსული სრული დრო, ანუ past perfect დრო, რომელსაც ასევე ქართულად ძალიან ხშირად ვუწოდებთ ხოლმე წარსული დრო. და მას წარსული ქართულად იმიტომ ქვია, რომ ეს დრო, რომელსაც ახლა ჩვენ ვსწავლობთ, მოხდა წარსულში იქამდე სანამ სხვა რამე მოხდებოდა. აი რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ქართულ ანდაზას, სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო. აი პავლეს რომ ტყავი გააძვრეს, აი ეს არის წარსული დრო. იმიტომ რომ სანამ პეტრე მოვიდოდა, სწორედ მანამდე გააძვრეს პავლეს ტყავი. სწორედ ჯერ პავლეს გააძვრეს ტყავი და მერე მოვიდა პეტრე. და წარსული დრო არის ისეთი დრო, რომელიც მოხდა წარსულში იქამდე სანამ სხვა რაიმე მოხდებოდა. თუ დაიბენით არაუშავს, ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და დამიჯერეთ, აუცილებლად გაიგებთ ამ დროს. ცოტა დამაბნეველი კი არის, მაგრამ ეგ არაფერი. სანამ უშუალოდ გადავიდოდე წარსული დროის ახსნაზე და მის გამოყენებაზე ინგლისურ ენაში, მანამდე შეგახსენებთ, რომ თუ არა გაქვთ დრო ინგლისური ენის მასწავლებლის ასაყვანად და გსურთ, რომ თქვენით სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ინგლისური, მაშინ თქვენ შეგიძლიათ, რომ შეიძინოთ ჩემი დაწყებითი, საშუალო, ასევე მაღალი დონის ვიდეო კურსები, ასევე სრული გრამატიკის ვიდეო კურსი, ასევე ლექსიკის სასაუბრო ვიდეო კურსი და ისწავლოთ ინგლისური თქვენით სახლიდან გაუსვლელად მასწავლებლის გარეშე. ხო, კიდევ არ დაგავიწყდეთ, რომ მე ასევე უკვე მაქვს ფილმების გარჩევის ვიდეო კურსი, რომელშიც თქვენ ფილმების საშუალებით სწავლობთ ინგლისურ ენას ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ. ახლა კი მოდი დავუბრუნდეთ ჩვენი დღევანდელი ვიდეოს მთავარ თემას და პეტრეს და პავლეს. ეხლა უყურეთ. ერთი რამე მინდა რომ გაიაზროთ ძალიან კარგად, როდესაც რაიმე ახალ თემას ვსწავლობთ ინგლისურ ენაში. სანამ რაიმე ახალ თემას ვისწავლიდეთ ინგლისურ ენაში, აუცილებელია რომ ჩვენ კარგად გავიაზროთ ის თუ რატომ ვსწავლობთ საერთოდ ამ ახალ თემას და როდის რომელ სიტუაციებში შეგვიძლია გამოვიყენოთ ის თუ რასაც ვსწავლობთ. ამიტომ სანამ უშუალოდ გადავიდოდე იმაზე თუ როგორ უნდა ვთქვათ ზმნა წარსულ სრულ დროში, მანამდე მინდა გითხრათ თუ როდის შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ის წინადადებები, ის დრო, რომელსაც ეხლა მე თქვენ გიხსნით. მაგალითად, ცოტა ხანი პეტრე და პავლეს თავი დავანებოთ, დავასვენოთ და წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია, რომ მივედი აეროპორტში და აღმოვაჩინე, რომ თურმე პასპორტი სახლში დამრჩენია. ნახეთ, ეს არის წარსული წინადადება. მე რომ აეროპორტში მივედი, აღმოვაჩინე, რომ პასპორტი სახლში დამრჩენია. ეხლა თქვენი აზრით, რომელი მოქმედება მოხდა ამ წინადადებაში პირველი? ანუ რომელი მოხდა ყველაზე თავიდან? აეროპორტში მისვლა თუ პასპორტის დარჩენა? რა თქმა უნდა, პასპორტის დარჩენა. ნახეთ, მე ჯერ პასპორტი დამრჩა სახლში და მერე მივედი აეროპორტში, მაგრამ აეროპორტში რომ მივედი, მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე პასპორტი სახლში დამრჩენია. აი პასპორტი რომ სახლში დამრჩა, ეს არის წარსული დრო, იმიტომ რომ ეს მოხდა პირველი. როდესაც ვლაპარაკობთ წარსულში და ვამბობთ, რომ სანამ რაღაცა მოხდებოდა, მანამდე აი ეს რაღაცა მოხდა, ან როდესაც ვამბობთ, რომ როდესაც რაღაც მოხდა, მანამდე სხვა რაღაცა იყო მომხდარი და აი ეს რაც უკვე მანამდე იყო მომხდარი, ანუ ის რაც მოხდა პირველი არის წარსული დრო. ან მაგალითად, თუ კი ვამბობ ასეთ რამეს, რომ როდესაც სახლში მივედი, დედაჩემს სადილი უკვე გაუმზადებია, ან დედაჩემს სადილი უკვე გამზადებული ქონდა.
ნახეთ, სახლში რომ მივედი, დედაჩემს სადილი გამზადებული ჰქონდა. რომელი მოქმედება მოხდა ახლა აქ პირველი? რა თქმა უნდა, დედაჩემმა გაამზადა სადილი, ეს არის პირველი მოქმედება და მე მივედი სახლში. უბრალოდ მე რომ სახლში მივედი, აღმოვაჩინე რომ დედაჩემს სადილი უკვე გამზადებული ჰქონდა. და აი ის რომ დედაჩემს სადილი გამზადებული ჰქონდა, არის უკვე წარსული დრო. ანუ ისეთ სიტუაციებში, როდესაც ვამბობთ რომ სანამ რაღაცა მოხდა, მანამდე სხვა რაღაცა უკვე მომხდარი იყო, აი ის რომ რაღაცა უკვე მანამდე მომხდარი იყო, არის ინგლისურ ენაში past perfect, ანუ წარსული დრო. ეხლა მოდით უკვე ვისწავლოთ ის თუ როგორ უნდა ვთქვათ ზმნა წარსულ დროში. ავიღოთ ასეთი ზმნა to read, ანუ კითხვა. და ეხლა მოდით ვთქვათ თუ როგორ იქნება კითხვა წარსულ სრულ დროში ყველა რიცხვსა და პირში. მე წაკითხული მქონდა, ან მე მანამდე წავიკითხე, იქნება I had read. ანუ რა გავაკეთე? ავიღე პირის ნაცვალსახელი I, მას დავუმატე დამხმარე ზმნა have წარსულ დროში და ვთქვი had, ანუ I had და შემდეგ უკვე ზმნის კითხვის, ანუ to read is მესამე ფორმა read. საბოლოოდ მივიღეთ I had read. რაც ითარგმნება როგორც რომ მე წაკითხული მქონდა, ან მე წავიკითხე. მაგალითად, როდესაც ვამბობ რომ შენ რომ ამ წიგნის შესახებ მითხარი, მე ის უკვე წაკითხული მქონდა. ან როცა შენ ამ წიგნზე მითხარი, მე ის უკვე წაკითხული მქონდა. ინგლისურად იქნება ასე. When you told me about that book, I had already read it. რომ მე ის უკვე მქონდა წაკითხული. I had შემდეგ ჩავსვი სიტყვა already, რაც არის უკვე და მერე უკვე read it. I had already read it ნიშნავს რომ მე ის უკვე წაკითხული მქონდა. ანუ მე ეს წიგნი იმაზე ადრე წავიკითხე, ვიდრე შენ მის შესახებ მეტყოდი. ანუ წიგნის წაკითხვა მოხდა პირველი მოქმედება, იყო პირველი მოქმედება. შესაბამისად, მე წაკითხული მქონდა არის I had read, შენ წაკითხული მქონდა you had read, მას წაკითხული მქონდა, ან მანამდე წაიკითხა, იქნება he, she, it had read, ჩვენ წაკითხული მქონდა we had read, თქვენ წაკითხული მქონდათ you had read და მათ წაიკითხეს, ან მათ წაკითხული მქონდათ they had read. როგორც ხედავთ, სიტყვა had არც ერთ რიცხვსა და პირში არ იცვლება, ის არის ყველგან ერთი და იგივე და ზმნა, რომელიც დგას მესამე ფორმაში, რა თქმა უნდა, ისიც ყველგან არის ერთი და იგივე და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ყველგან გვაქვს had და ზმნის მესამე ფორმა. ზმნის მესამე ფორმა გვაქვს არაწესიერი ზმნების შემთხვევებში, ხოლო წესიერი ზმნების შემთხვევებში ვიცით, რომ ჩვეულებრივ ზმნას ვუმატებთ id-ის, თუ გვინდა რომ ის გადავიყვანოთ ზმნის მეორე ან მესამე ფორმაში. ეს უკვე ვიცით. შესაბამისად, თუ კი ვამბობთ, რომ მე მანამდე წაკითხული არ მქონდა ეს წიგნი, ან რომ მე ეს წიგნი მანამდე არ წამიკითხია და უკვე ვამბობთ ამ წინადადებას უარყოფით ფორმაში, ჩვეულებრივ სიტყვას had დავუმატებთ სიტყვას not და ვიტყვით I had not read. და სულ ასე მიყვება you had not read და ასე შემდეგ. ანუ მე რომ ვამბობ, რომ შენ როცა ამ წიგნის შესახებ მითხარი, მე ეს წიგნი უკვე მანამდე წაკითხული მქონდა, ინგლისურად ვიტყვი ასე. When you told me about that book, I had read it already. ან already შემიძლია გადმოვიტანო და ჩავსვა შუაში და ვთქვა I had already read it. ანუ ჯერ მე წიგნი წავიკითხე, ეს არის პირველი მოქმედება და მერე მითხარი შენმე ამ წიგნის შესახებ. ამ წინადადებაში თქვენ ახლა იცით რას უნდა დააკვირდეთ, რომ ზმნა გვაქვს ორ
წარსულ დროში. ერთი წარსული დრო არის სწორედ ის, ეხლა რომელიც აგიხსენით, წარსულის წარსული, ანუ past perfect-ი, როდესაც ვთქვი I had read, ხოლო მეორე წარსული არის ჩვეულებრივი წარსული, ანუ past simple, როდესაც ვთქვი when you told me, I told me, უკვე არის ჩვეულებრივი წარსული მარტივი დრო. ანუ ასეთი სტილის წინადადებებში ჩვენ გვჭირდება ერთი ზმნა იყოს წარსულ მარტივ დროში, ხოლო ის ზმნა, რომელიც მოხდა მანამდე, პირველი, ის უკვე უნდა იყოს წარსულის წარსულ დროში. გავიგეთ? თუ ვერ გავიგეთ, არა უშავს, შეგიძლიათ რომ ამ ვიდეოს თავიდან უყუროთ, ან ქვემოთ კომენტარებში დამიწეროთ კითხვები, რა ვერ გაიგეთ და ვეცდები რომ კიდევ უფრო კარგად აგიხსნათ და თუ კი გაიგეთ, რაც ძალიან გამახარებს, აბა მოდი დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, როგორ იქნება თარგმანი ანდაზისა, სანამ პეტრე მოვიდა პავლეს ტყავი გააწვრესო. ნახვამდის, ბაი-ბაი, შევხვდებით სხვა ვიდეოებში.